სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან ერთ ღმერთს დიდება და მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ მოგიყვანა აღდგომის დღესასწაულის მიბრძნაზე. მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმის-ამის საუკუნესასა. ჩვენ ასე ვამბობთ სარწმუნოების სიმბოლოში. ჩვენ მოველით ქრისტეს აღდგომას, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე აღსდგა და ჩვენ ამას დღესასწაულებთ. მაგრამ ასევე ჩვენ მოველით თითოეული ადამიანის მკვდრეთით აღდგომას, მათ შორის ჩვენს მკვდრეთით აღდგომას. სარწმუნოების სიმბოლოში ჩვენ ამას ვკითხულობთ. და როგორც წმინდა თეოდორე სტუდიელი ამბობს, ეს დღესასწაული მოდის, ახლა ველოდებით სიხარულით და გაივლის და წავა. მაგრამ ასევე მოდის ჩვენი აღდგომაც, რომელიც უკვე იქნება მარადიული. აი ძალიან მნიშვნელოვანი. იქნება მარადიული. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. სამწუხაროდ ჩვენი გონება ყოველდღიური ცხოვრებით იმდენად არის დატვირთული ამაოებით და ამ წუთის სოფელზე მიჯაჭვული ადამიანის გონება, რომ ადამიანს თითქოს აღარც დრო და აღარც უნარი აღარ რჩება, რომ იფიქროს იმ მიღმიერზე, იმ მარადიულზე, რაც თითოეულ ადამიანს ელოდება. და ადამიანმა უნდა მოამზადოს ღვთის მადლით, რა თქმა უნდა, ღვთის მადლით საკუთარი თავი უნდა მოამზადოს უფალთან ერთად ყოფნისათვის. აი სასუფეველი ხო ისაა, რომ ადამიანი ღმერთთან ერთად არის, უფალთან ერთად არის. და ახლა წარმოიდგინეთ, ადამიანი როგორ იქნება სასუფეველში ქრისტესთან ერთად მარადიულად, თუ აქ არ უნდა მასთან ერთად ყოფნა. აი უბრალოდ დავფიქრდეთ აბა. აი მაგალითად რომელიმე ადამიანთან რო გითხრან, რომ შენ მასთან ერთად უნდა დასასვენებლად, მოდი ესე ხორციელად თქვა, დასასვენებლად უნდა გაგზავნო სადღაც, სადაც შენს გულს გაეხარდება. იმ ადამიანთან ერთად და წარმოიდგინე ის ადამიანი შენ არ გიყვარდეს. და გაგზავნონ ახლა 10 დღით კი არა, მუდამ. შენთვის ის დასვენება იქნება? აქ თუ ვერ რიგდებით, იქ მორიგდებით, რატო ვამბობ, რომ აქ თუ ადამიანს არ აქვს თანაზიარება უფალთან, მაშინ იქაც, როგორც წმინდა მამა პაისი ათონელი ამბობს, ნახეთ როგორ არის. იქ ისე კი არ იქნება, რომ ქრისტე კი არ ეტყვის, შენ აქეთ მოდი, შენ იქით მიდი. ყველა იმ მიმართულებით წავა, რამიდრეკილებაც მას ჰქონდა, ვიღაცა ცოდვიანი იყო, ვიღაცა სიწმინდით უნდოდა ცხოვრებოდა. ყველა ბუნებრივად თავის ადგილზე თვითონ დადგება. და ვიღაცა ქრისტესთან ერთად დადგება, ვიღაცა არ დადგება. ახლა მაგალითად აი ზიარებაზე რომ გვაქვს ხოლმე, ასე იგი, ის რა აი მოდი ესე ვიტყვი, სპორტული ჟინი, რომ აი მაინც და მაინც უნდა ვეზიარო. მე თუ ჩემს ყოველდღიურობაში ქრისტესთან თანაზიარება არ მინდა, მაშინ მარტო ის არის ზიარება, რომ პირი გავაღო და ისაქნა ხო არ არის ეგ სწორი. თუ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ უნდა რომ ქრისტეს უერთგულოს. ეგრე იუდა ეზიარა, არ ეზიარა, ხო ეზიარა იუდას. მაგრამ იუდას ეს არ უნდოდა. იუდას არ უნდოდა ქრისტესთან თანაზიარება. იუდა შეპყრობილი იყო ვერცხლის მოყარებით. ფულის გამო ყიდდა ყველას და ყველაფერს, ესე იგი. ყველაზე ძვირფას, თავის საყვარელ მოძღვარს. იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, აი, როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანის ახარებას უნდა კითხულობდეს. უნდა კითხულობდეს იმისთვის კი არა, რომ წაიკითხა და ჩაეთვალა. უნდა კითხულობდეს იმისთვის, რომ ამოიკითხოს იქ რა არის ჩვენი ცხოვრების ორიენტირი, რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. რა არის გასაკეთებელი ჩვენს მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგჯერ ადამიანმა არც კი იცის რას ცოდავს. იმიტომ არ იცის, რომ ღვთისმცნება არ იცის, რას გვეუბნება. თუ ადამიანს არ უნდა რომ სახარებისეულად იცხოვროს, ანუ სახარებისეული ცხოვრება არის ქრისტიანობა, ქრისტეს მიბაძვა. თუ აი ამ დროს არ უნდა ქრისტესთან ერთად ყოფნა,
და მარტო მაშინ უნდა რომ ერთი თვე რო გავა, ერთი წელი რო გავა და მაინც საზიარებლად მოდის. ეგ არასწორი ქრისტიანული ცხოვრება. ეგ ძალიან დიდი დამახინჯება. ადამიანს უნდა უნდოდეს რომ და რო ვეუბნებით რომ სახარება უნდა იკითხო, უნდა ილოცო, უნდა მარხვა შეინახო რომ ეზიარო დაუშვათ. ზოგი შეიძლება ამას ყურადღებას არ აქცევს და შეიძლება არც კითხულობს, არც სახარებას თუ სხვა, მაგრამ ეს უკვე ჩემი პასუხისგებლობა როგორც მოძღვრისა აღარ არის. იმიტომ რომ მე რაც უკეთესია ვცდილობ ის თქვა. მაგრამ თქვენ თუ ფიქრობთ რომ ეგ არაუშავ კაცო, თუ ერთი წელი ახლა მე არც სახარება წამიკითხია და არაფერი და მაინც ვეზიარო, კი ბატონო, ეგ თქვენი პასუხისგებლობა. მაგრამ ძალიან საფრთხილოა ზიარება, როდესაც არ არის ადამიანი ჯეროვნად მომზადებული. რამდენადაც შეუძლია. აი მოციქული პავლე გადაშალეთ სახში რომ მიხოთ აი სწავლით ჩემი თხოვნაც იქნება, გადაშალეთ კორინთელთა მიმართ მე-11 თავი, პირველი ეპისტოლე. და წაიკითხეთ, ესე იგი, რა წერია იქ ზიარებასთან დაკავშირებით. რომ რომელმაცო არ გამოიკითხაო თავისი თავიო და ის ეზიარება ქრისტეს სისხლს და ხორცს, თავისი თავის დასაშლელად ჭამს და სვამს. ანუ ვინც თავის ცოდებზე არ დაფიქრდა მანამდე, რომ მე აი რა ხდება ჩემში და როგორ დაფიქრდები, თუ ყოველდღიურად 1000 გვარ საქმეში ხარ და არც კი ცდილობ, ესე იგი რომ საკუთარ სულში ჩაიხედო. აი ერთ-ერთ წმინდა მამას რო ეკითხება თავის სულიერი შვილი, რატო არისო, რომ ერში მცხოვრები ადამიანებიო ვერაცნობიარებენ თავის ცოდებსო და მონასტერში სხვა სიმყუდროვეა, სხვა პირობებია სულიერი ცხოვრებისთვის და ერში ეს ნაკლებად არის, მაგრამ ადამიანმა უნდა რაღაცნაირად იზრუნოს ამაზე, ყველაფერზე ვზრუნავთ, ესე იგი. არა და მთავარი ეს არის და რატო ვერ იგებენ, იმიტომ რომ აბავი ჩაასხიო წყალი ციხაშიო და ქვიშა ჩაყარეო და მოურიო და აირია ეხლა ეს ლამი შეგინთ აირია და აბა რომ გაიხედო ხო ვერაფერს ვერ დაინახავ. ცოტა ხანი თუ დადგაო, ეს ქვიშა დაიწმინდება და შემდეგ შეგეძლება დაინახო. ადამიანიც ეგრე, ცოტა ხანი უნდა გაჩერდე, ცოტა ხანი წმინდა მამათა ნაწერები წაიკითხო, ცოტა ხანი სახარება დაფიქრდე შენს თავზე რა არის, რისთვის ცხოვრობ დილიდან საღამომდე, რა მოხდა, როგორ გაატარე, რითი უერთგულე უფალს, რითი ვერ შეძელი რომ ერთგულება გამოგეჩინა. და გეცოდინება ვინახა შიგნით რა ხდება, შენ შიგნით რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ დღეს და ხვალ, ზოგ შეიძლება ღვთის წინაშე წავდგეთ მოუმზადებული. ისე რომ აი ჩვენ გოგონოს რომ ყველაფერი კარგად არის და აღმოაჩინოთ რომ ძალიან საშინელ ტალახში ვართ. და ადამიანი ამას უნდა აკეთებდეს ყოველდღიურად. ეს არის ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი. უნდა აკვირდებოდეს ადამიანებთან ურთიერთობას, რა ურთიერთობა მაქვს, ვის როგორ პასუხობ. უნდა აკვირდებოდეს ჩემს მოვალეობას, როგორ ვასრულებ, ესე იგი, როგორც ქრისტიანი. უნდა აკვირდებოდეს, ესე იგი, სადმე გული ხო არ აუმაღლდა, ვიღაცაზე მეტი ხო არ ეგონა საკუთარი თავი. შეიძლება რაღაცას კიდევაც აკეთებ ადამიანი ღვთისმადლით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე უკეთესი გეგონოს და ღმერთს რო სხვებისთვის ის ნიჭი მიეცა, შენ რომ მოგცა, ვინ იცის მას უკეთ გაეკეთებინა, ხო არავინ არ იცის. ანუ ღმერთმა რომ ჩვენგან აიღოს მადლი ის რითიც გვიჭერს, შეიძლება უარეს ცოდვებში ჩავარდეთ. ამიტომ ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ვიღაცაზე უკეთესი ვარ, ვიღაცაზე უკეთესად ცხოვრობ. იქ სადაც ადამიანს აზრი უჩნდება რომ ის სხვაზე უკეთესია, ის უკვე არ ვარდა. ეგ განწყობა უკვე არ ვარდა. შეიძლება კაცი რაიმე დიდ ცოდვაში ჩავარდეს და ისეთი უფრო გადარჩეს, ვიდრე ნაკლებ ცოდველი, მაგრამ ამპარტავანი. ერთი ესეთი ის იყო რომ მამათა ცხოვრებაში არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ამა თუ იმ წმინდა მამას ღმერთი ეშმაკის აზრებს და მათ თათბირს და მათ ჩანაფიქრებს განუცხადებს ხოლმე. ერთი ასეთი ის იყო, რომ ამპარტავნების ეშმაკმა ძლია ერთ კაცს
და ძალიან ამაყია. დიდი არაფერი ცოდვა არ ქონდა, თუმცა ხა ამ პარტავნებას დიდი რაღა უნდა ქონოდა, მაგრამ აი ესე ფიზიკურად რაღაცა დიდი არაფერი ცოდვა არ ქონდა. ამ პარტავნების წეშმაკმა ძლია და როგორ არის? ესე იგი, ამ პარტავნებისა ცოდვას უწინ ამ პარტავნება უძღვისო. ამ პარტავნთა შემოსრავს ღმერთი. ამ პარტავნები მრავალ ცოდვას შეიძლება ჩავარდეს და ამ კაცსაც შეუჩნდა სიძვის ეშმაკი და დასცა დიდი ცოდვით. და ეხლა ეს ამ პარტავნების და სიძვის ეშმაკი ლაპარაკობენ ერთმანეთს და რა გინდოდაო ეს ეუბნება ამ პარტავნების ეშმაკი. მან არც კი იცოდა რომ რამე ცოდვა ჰქონდა და თავი ყველაზე მაღლა იჭირავდა. შენ რო ეხლა ამ ცოდვაში ჩააგდევ, ეგ წავა და სინანულში ჩავარდება. და აღარც ამ პარტავანი აღარ იქნება. ესმით აი მთავარი ის არის რომ შენ ადამიანი სხვაზე უკეთესად არ წარმოიდგენდი შენს თავს და ზოგჯერ ღმერთი მართლაც დაუშვებს რომ ადამიანი ამათვე დიდ ცოდვაში ჩავარდეს იმისათვის რომ იმ მთავარი უბედურებიდან ამ პარტავნებისაგან განკურნოს. ამიტომ აი ჩვენ უნდა შევხედოთ ესე იგი ახლა ჩვენს თავს რომ აღდგომა მოდის და ჩვენ ძალიან გვიხარია აღდგომის დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ თითოეული ჩვენთაგანი უნდა გარდავიცვალოთ, უნდა საფლავად იქნას ჩვენი დადება, უნდა მოხდეს ჩვენი მკვდრეთით აღდგომაც, უნდა მოხდეს ჩვენი ღვთის წინაშე წარდგომა და უნდა მოხდეს პასუხის მიცემა ღვთისათვის. ამიტომ აი ამ წამს ხშირად უნდა იხსენებდეს ადამიანი. უნდა იხსენებდეს. თავშოთ ვიღაცას რაღაცა უთხარი, ვიღაცას რაღაც გაუკეთე. რას ეტყვი ამის გამო უფალს? მის წინაშე რო წარდგებ. აი ხა მაგალითად ჩვენ შიგნით ჩვენს გულში რაც ხდება, ჩვენი ფიქრები რაც არის, ეს რომ ვინმეს თვალწინ გამოაშკარავდეს, რას ეტყვი, რატო ვაკეთებთ? ვითი იმართლებ თავს. და თავის გასამართლებელიც ადამიანს არაფერი არ ექნება. იმიტომ რომ ჩვენ წარდგებით მის წინაშე, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვართ, ვინ ჩვენთვის ჯარს ეცა და ჩვენთვის უამრავი სატანჯველი მოითმინა და რას ეტყვი მას, ვინ ჩვენთვის ყველაფერი ეს გააკეთა. რომ მე რატო არაფერი არ გავაკეთე, აი რა უნდა უთხრა. ვერაფერს ვერ ეტყვი. ამიტომ აი ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ქრისტემ რა მოითმინა თითოეული ჩვენთაგანის და მე უნდა ვიფიქროთ ჩემთვის რა მოითმინა. და მე როგორც მოძღვარი კიდე იმაზეც უნდა ვიფიქრო, რომ რა მოითმინა, აი დავითისთვის რა მოითმინა, მარიამისთვის რა მოითმინა და მე ესენი მოვიდნენ და ჩემგან ელოდებიან რაღაცას. აი პასუხისგებლობა ნახეთ მღვდლისა რამხელა ამ შემთხვევაში. ხო და თითოეულმა ადამიანმა კიდე იმაზე უნდა იფიქროს, რომ ჩემთვის ეს მოითმინა და მე რითი ვპასუხობ ახლა უფალს. იმიტომ რომ მან რაც შესაძლებელი იყო საერთოდ სამყაროში, ყველაფერი ჩვენთვის აღასრულა. ქალწულისაგან იშვა, ვინ დაბადებულა ქალწულისაგან? ღმერთი ადამიანად მოვიდა. არაფერს არ ვამბობ მის მიერ აღსრულებულ სასწაულებზე თუ მკვდრეთით აღდგომაზე, რომელიც ესე იგი მკვდრეთით აღდგინებაზე ადამიანებისა. უბრალოდ ვამბობ იმას, რომ რომელი გინახიათ ამა თუ იმ რაღაცა დაწესებულების უფროსი, რომ თავისი მსახურისთვის ფეხი დაებანოს კი არა, თასმა შეეკრას. რომელი მეფე ყოფილა, რომ ეს გაეკეთებინოს. სამყაროს შემოქმედმა ეს გააკეთა, იმიტომ ის ნამდვილად მეფე არის. ნამდვილად ღმერთია და მას შეუძლია, რომ ეს გააკეთოს. მან თავი დაიმდაბლა ჩვენი გულისთვის. რამდენი შენერწყვება, რამდენი აბუჩა დაგდება, რამდენი ცილის წამება თუ ესე იგი დაცინვა, გამათრახება, ეკლის გვირგვინი. ეს ყველაფერი ჩვენ ახლა ხატებზე რო ხედავთ, ძალიან თვალისთვისაც სასიამოვნოდ გამოიყურება. აი მოდი ესე ვთქვათ ხო და ამის იქით ჩვენ შეიძლება ვერ ვფიქრობ და ვერ აღვიქოთ. აბა იმის იქით უნდა წარმოიდგინოთ ის სისხლი, ის სიცილი, ის
გაუსაძლისი ტანჯვა, ესე იგი, რასაც ქრისტე ითმენდა ჩვენთვის და ის ითმენდა როგორც ადამიანი, ვიღაც სიტყვის. ეგ ღმერთია და რატო არ მოითმენდა? და სწორედ ამას ამბობენ წმინდა მამები, რომ იქ ღმერთი იმ ადამიანურ ბუნებას არ ეხმარება. იქ ადამიანი, ქრისტე, ადამიანად მოსული ღმერთი, ადამიანურად იტანჯება. როგორც თითოეულ ჩვენთაგანს გვეტკინებოდა, ისე მას ტკიოდა. თან მას შეეძლო, რომ ეს არ მოეთმინა. ეხლა გვერდით ავაზაკები ყავდა, ვიღაცა იტყვის, რომ ისინიც ხო იტანჯებოდნენ, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. რას იზავდნენ ის ავაზაკები? ვერაფერს. მაგრამ ქრისტეს შეეძლო ეს არ მოეთმინა და ის ითმენდა ჩვენი სიყვარულისთვის. აი ამაშია მთავარი საქმე. მას შეეძლო, რომ ეს არ ეტვირთა ჩვენთვის. თან ვისთვის? მათთვის ტვირთულობდა იმას, ვინ ჯვარსაც ამბა. ხო და ჩვენ თუ მთელი წელი დავიკარგებით, ესე იგი და გვინდა, რომ ქრისტე ჩვენი წოდებით ჯვარს ვაცვათ და მერე აღდგომის დღეს მოვდივართ და გვინდა, რომ მას თანავე ეზიაროთ, აი ცოტა სინდისიერათაც შევხედოთ, ესე იგი ამ საკითხს. იცით რატო ამბობ? განა იმიტომ, რომ თუ მთელი წელი ტალახში იყავი, არ ამოხვიდე იქიდან. უნდა ამოხვიდე ადამიანი, მაგრამ რომ ამოგიყვანა ღმერთმა, ეცადე რომ აღარ ჩავარდე იმ ტალახში. ახლა აღდგომის დღეა, დაუშვათ ვიღაცა კარგი ხანს რო არ ზიარებულა, მოვიდა რაღაცა შეინანა, რაც როგორც საჭირო ასე თუ ისე მოემზადა და ეზიარა და ფიქრობს, რომ გავა ეს აღდგომის დღეები და წავა და ისევ იმ ტალახში ჩავარდება. ეგ რო წინასწარ დაგეგმილი გაქვს, ეგ უკვე ღალატია ქრისტეს. აი თქვენს დაფიქრდით, აბა თუ არა, წინასწარო ფიქრობ, რომ ეხლა მე წავალ და ისევ გავაგრძელებ ერთი წელი დრო მაქვს ესე. მერე ისევ მოვბრუნებ. ეგ დამახინჯება. არა მარტო ქრისტიანობის დამახინჯება, ეგ ადამიანური, ესე იგი, ღირსების დამახინჯებაც არის. ადამიანი ეგრე არ უნდა ფიქრობდეს. სულ რო ქრისტიანობას თავი დაანება, ადამიანთან მიმართებაშიც კი არ შეიძლება ეგრე იყოს. მოდი ახლა ცოტა ხანი ამასთან ერთად ვიქნები, მერე წავალ და უღალატებ. არ შეიძლება. ამიტომ აი დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენ რამდენად ვართ ერთგული ქრისტესი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესეთი საიდუმლო არსებობს, ესე იგი. საიდუმლო მარტო ის 7 კი არ არის. რამდენადაც ადამიანი ქრისტეს უერთგულებს ხოლმე მარხვის პერიოდში, იმდენად ჩვენ ახლა ერთმანეთის სიხარულს გულში ვინ გავზომავთ, იმას უფრო უხარია თუ მე უფრო მიხარია თუ იმას. არც იმით არ გამოიხატება სიხარულო, მაინც და მაინც ქუდებით საშიისროვე. შეიძლება ადამიანს გულში ისეთი სიხარული აქვს, სულაც არ უნდა რომ გარეგნულად გამოხატოს. იმის სიხარულს ვერავინ არ გაიგებს. ის შიგნით ბედნიერი. და რატო ამბობ? რამდენადაც ადამიანი უერთგულებს ხოლმე მარხვის პერიოდში უფალს, აღდგომას მას სწორედ იმის შესაბამისად სიხარული აქვს და იმაზე მეტი. ხო და ეს იმ აღდგომას, როცა მოვა და წავა. ეხლა საფიქრალი ის არის იმ აღდგომაზე, რომელიც მოვა და აღარასოდეს აღარ წავა. ან როდესაც ჩვენ აღდგებით და იქაც ამ წუთისოფლში ვინც როგორც უერთგულებს, ეს მარხვა რომ ამ მთელ წუთისოფლის ცხოვრება შევადაროთ, როგორც უერთგულებს ამ წუთისოფლში ადამიანი უფალს, იქაც სიხარულით შესაბამისი ექნება. ყველას ერთნაირი არ ექნება სიხარული. ზოგს საერთოდაც არ ექნება სიხარული. და უფრო მეტსაც ვიტყვით, უმეტეს საერთოდაც არ ექნება სიხარული, უმეტეს ადამიანთა შორის უმეტეს. ესეც უფლის სიტყვებია. მრავალია მოწოდებული, მაგრამ მცირედია რჩეული. ახლა მაგალითად ადამიანს, აი, ვისაც ცოტა მეტი შვილები გყავთ, 10 შვილიდან 3-4-ს გამოარჩევთ ან 5-ს, რომ კარგად იყვნენ და დანარჩენები ცუდად, არავის არ გამოარჩევთ. სიცივეში როგორც 1-ს უყიდით ქუდს, ისე 10-ს უყიდით. მაგრამ იმ 10-დან შეიძლება 7-მა არ დაიფაროს, არ დაგიჯეროს და ისე გავარდეს სიცივეში და გაცივდეს. აქაც ესე ხდება. ბევრია მოწოდებული, მაგრამ ცოტა უჯერებს უფალს. რჩეულობა ქრისტეს
ხრივ კი არ არის რომ ქრისტე ირჩევს, ჩვენ ვირჩევთ. აი მაგალითად თვითონ ჩვენთაგან დილით რო ავდგებით, შეგვიძლია ვილოცოთ ან არ ვილოცოთ. გაჭირებულს გაიგებ რომ ვიღაცას უჭირს, შეგიძლია დაეხმარო ან არ დაეხმარო. შენ თუ ეხმარები, შენ ირჩევ შენს თავს სასუფევლისთვის. შენ თუ გინდა რომ ღმერთს უერთგულო მისი მცნებების შესრულებით, შენ ირჩევ შენს თავს. და ეს უფალმა პირდაპირ გითხრა, ვისაც მე უყვარვარ, ჩემი მცნებები დაიმარხოს. ამაში გამოჩნდება ქრისტეს სიყვარული. განა მშობლისადმი სიყვარული არ ჩანს იმაში, რომ შვილი უჯერებს მშობელს, ხო ჩანს. და ისევე ჩანს ჩვენი სიყვარული ქრისტესადმი, თუ მისი მცნებებით ცხოვრობთ. და მისი მცნებით რო იცხოვრო, უნდა სახარება წაიკითხო, უნდა წმინდა მამათა ცხოვრება წაიკითხო. აი მაგალითად რაღაცის კეთება რო გინდა, ხო ეუბნები მეორე ადამიანს, აბა მაჩვენე როგორ გააკეთე. აი როგორ აკეთებ, კი თეორიულად გავიგე რომ ეს თურმე ესე უნდა, მაგრამ პრაქტიკულად მაჩვენე როგორ გააკეთე. და უფრო იგებ, ხო მართალი. და ჩვენ როდესაც წმინდა მამათა ცხოვრებას ვკითხულობთ, ფაქტიურად ამას ვეუბნებით. აბა მაჩვენე როგორ გააკეთე, ღვთისმცნება როგორ აღასრულე შენს ცხოვრებაში. და იგებ რომ ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უფრო სწორია მოიქცე. იმ წმინდა მამათა თუ დედათა მიბაძვით. ამის გარეშე კიდე თუ ამას არ აკეთებს ადამიანი, თუ ამას არ კითხულობს, ის ვერ გაიგებს რა არის ქრისტიანობა. თან ახლა თქვენ წარმოიდგინეთ დღის განმავლობაში რამდენ ხანს ტელევიზორთან ატარებს ადამიანი, რამდენ ხანს ტელეფონი უჭირავს, რამდენ ხანს იქ ქუჩაშია გასული, თუ ავტობუსშია თუ იქ არსად ქრისტეს შესახებ არავინ არ გელაპარაკება. იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამიტომ ჩვენი გონება და გული სულ ამ წუთისოფლის ნაგავით არის გავსებული. და იმას რაღაცა ხო უნდა დაუპირისპირო, არა? რაღაცა უნდა წაიკითხო, რომ იმითი აივსოს შენი გული. ახლა ჭიქაში თუ 10 გრამ ღვინოს ჩაასხამ და 90 გრამ წყალს, ის წყალი იქნება, ის ღვინოს ვერავინ არ დაარქმევს, ხო მართალი? და ჩვენი გონებაც ესეა, საღვთო ძალიან ცოტა შედის. ისიც რის გამო, რომ ჩაეთვალოს ადამიანს, აი აბა დააკვირდით თქვენთან, რომ ჩამეთვალოს, აი ვილოცო დილით, იმიტომ რომ ჩამეთვალა რომ ვილოცო. იმიტომ კი არა რომ ღმერთს მიმართო. იმიტომ კი არ ვკითხულობ სახარებას რომ ღმერთს მოусმინო რა მითხრა, არამედ რომ ჩამეთვალა დღეს წავკითხული მაქვს. ეგ არასწორი. ამიტომ აი ჩვენ ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები იყოს ის საერო ჩვენში შემოვიდეს, თუმცა ამის გარეშეც ვერ იქნება ადამიანი, ბუნებრივია ერში ვცხოვრობ, ჩვენ მონაზვნები არა ვართ. და მაგრამ რაღაცნაირად უნდა ჩვენ ვეცადოთ, რომ იმ საღვთოს დავეწაფოთ, ესე იგი. იქ ძალიან დიდ მოგესს პოულობს ადამიანი, იქ ძალიან დიდ სიმტკიცეს, ბევრ მაგალითს ნახულობს იქ როგორ მოიქცეს. ზოგჯერ გონია რაღაც არასწორად გააკეთე და აღმოაჩენ რომ სულაც არ იყო ეგ არასწორი და ტყუილად გეშინია. ზოგჯერ ფიქრობ რაღაც სწორია და მიგახვედრებს რომ ის არ უნდა გაგეკეთებინა. და ეს ნელ-ნელა ადამიანი სწავლობს ცხოვრებას ღმერთთან ერთად. და თუ ჩვენ ვისწავლეთ ცხოვრება აქვე ამ წუთისოფელში ღმერთთან ერთად, მაშინ ჩვენთვის მარადიულად ქრისტესთან ერთად ყოფნა იქნება ბედნიერება. და ჩვენ რითიც დავიწყე საუბარი და თუ ჩვენ აქ ქრისტესთან ერთად ყოფნა არ გვინდა, რომ იტყვია ხოლმე ტაძარში ქუდი რო შეუგდო, არ შევაო. თუ ტაძარში არ შევა 5 წუთი, ის სასუფეველში მარადიულად ღმერთთან ერთად იქნება, არ იქნება. ამიტომაც ამბობენ წმინდა მამები, რომ ჯოჯოხეთიო ბოლო წყალობა ღვთისაო ადამიანების მიმართ. რატომ? იმიტომ რომ ისინი სასუფეველში ქრისტესთან ყოფნით უფრო მეტად დაიტანჯებოდნენ. იმიტომ რომ მათ არ უნდათ ქრისტესთან ერთად ყოფნა. ამიტომ ჩვენ ვეცადოთ, რომ მასთან ერთად ყოფნა გვინდოდეს და გვიყვარდეს მასთან ერთად ყოფნა. და როდის იქნება ადამიანი ქრისტესთან ერთად ბედნიერი? როცა საკუთარ სინდისთან იქნება სწორ დამოკიდებულებაში. როცა სინდისი არ გამხილებს რაღაცის გამო. ადამიანს არ უნდა რომ სინდისი ამოიგლიჯოს და გადააგდოს, ძალიან ხშირად უნდა. მაგრამ ამას ვერ ახერხებს და იტანჯება სინდისი ქენჯნის. აი როდესაც სინდისი ქენჯნის, გინდა რომ სულ ესე იყოს და როგორც სინდისი გამხელს, ქრისტეც ეგრე გამხელს და
გინდა რომ მასთან ერთად მარადილ ცხოვრებაში იყო, აბა რადგან ერთი სული გაქვს სინდისის ქენჯნა ჩაახშო და ვერ ახერხებ და ვერც მოახერხებ სინანულის გარეშე. ერთადერთი გზა ქრისტესთან მისასვლელი სწორედ სინანულე ეს თვითონო გითხრა შეინანეთ რამე თუ მოახლოვებულია სასუფეველიცად. ჩვენ ზოგჯერ აღსარებაზე მოვდივართ და ჩვენ ცოდებს არ ვამბობთ. სხვის ცოდებს ვამბობთ. ჩვენი ცოდვა უნდა ვთქვათ. მე აი შემეშალა, შენდობას ვითხოვ. ღმერთი მოწყალეა. იმ წამშივე მზად არის გაპატიოს. სანამდე ესე იგი შეინანებ მაშინაც მზად არის გაპატიოს, მაგრამ შენი გული რომ მიმღებელი იყოს აი ამ მოტივებისა, უნდა დაიმდაბლო თავი და უნდა შენდობა ითხოვ, უნდა განიცდიდე საკუთარ ცოდვას. სხვანაირად შენ ვერ მიიღებ შენდობას. ღმერთი პატიოს, მაგრამ შენ ვერ მიიღებ. შენ არა ხარ მიმღებელი. ახლა რიყის ქვაზე რამდენი წყალიც არ უნდა დაასხა, არაფერს არ შეიწევს ეს. ვერ მიიღებს ეს. ამიტომ აი ქვასავით არ უნდა იყოს გული. გული რბილი უნდა იყოს, ლმობიერი უნდა იყოს. და აი ამ გულის სითბოსა და ლმობიერებას იწვევს სწორედ სახარების კითხვა. წმინდა მამათა კითხვა. ის წირვალოცის ხანგრძლივობა, ახლა მაგალითად დღეს არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდა, 4 საათი დაახლოებით, არ ვიცი 3 საათი, ნახევარი, არ ვიცი. რატო ამხელა ლოცვა საჭირო? ესე იგი, ადამიანის გული რო რაღაცა მოალბოს, თორე შეიძლება და 10 წუთში ჩატეულიყო ყველაფერი, 10 წუთში ზიარებულიყო ადამიანი. ამიტომ აი ჩვენ ეცადოთ რომ მოვემზადოთ ესე იგი რასაც ველოდებით იმისათვის, რასაც ველოდებით რომ მკვდრეთით აღდგომას და მარადილ ცხოვრებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოვემზადოთ იმით რომ ქრისტესთან ერთად ვიყოთ მისი მცნებების აღსრულებით. ჩვენთან არის ღმერთი.